მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია 22 საათი და ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. ჩვენ გვიწევს ეთერში ყოფნა და ვიწვევთ იმ ხალხს, რომელი ადამიანებიც და საზოგადოება, მაშინდელი საზოგადოება იმ 9 წლიანმა რეჟიმმა ციხის კედლებში ამყოფა და სასიკვდილოდ გაიმეტა ქართველი ხალხი. დღეს გვყავს ჩვენ ყოფილი პატიმარი, პოლიტპატიმარი უკაცრავად, ომის ვეტერანი, ჩუღურეთში თქვენ ბატონო გიორგი ქართული ოცნების მობილური ჯგუფის უფროსიც იყავით ხელმძღვანელი. ბატონი გიორგი გოგოხია. ბატონო გიორგი, თქვენი თქმით, თქვენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს დაგიჭირეს, დაგაკავეს და იმ გლდანის ციხეში, ხო? თუ არ ვცდები, წამების ქვეშ მოგაყოლეს, გაწამეს არაერთხელ და ამ დროს დაგემართათ სიმსივნე, მეოთხე სტადიის სიმსივნე. მოდი დავიწყოთ ახლა ჩვენ იქედან რა იყო თქვენი დაჭერის მიზეზი, როგორ გაწამეს და რატო მოხდა თქვენი წამება. სხვათა შორის მინდა პატივცემულ ტელემაყურებლებს ვთხოვ, რომ პატარა ბავშვები მოაცილონ ეკრანზე, იმიტომ თქვენ ისეთ რაღაცას მოყვებით ახლა, ეგ იქნება ცოტა რა ვიცი, ძალიან ისეთი განცხადება იქნება და თქვენი ისეთი მოყოლა იქნება. ბატონო გია, გთხოვთ დავიწყოთ იქედან საიდანაც თქვენი დევნა დაიწყეს და მერე დაგაპატიმრეს. მოკლედ მაშინ იმ უკანა მხარეს არ მოვყვები 90-იან წლებს, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ერთს დავძენ, რომ არაფრიდან მოვეკიდეთ ამ საშინელ წყობას, რასაც ნაციონალური წყობა დაარქვა მაშინდელმა ეგრეთ წოდებულმა თეთრმა მელამ მოქალაქეთა კავშირიდან უცბად ნაციონალურ მოძრაობაზე გადავიდა და შეიკრა იმ სოროსთა ძლოკვების ბრიგადა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბატონი ეგრეთ წოდებული მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილთან შეეხება არასდროს არ მაძლევდა არავითარ სიამოვნებას, იმიტომ რომ ბევრი ცუდი მქონდა გაგებული. სანამ მიშა სააკაშვილი გახდებოდა პრეზიდენტი, მანამდე მოდიოდა ისეთი ინფორმაციები, რომ არაადეკვატური პიროვნება იყო მიხეილ სააკაშვილი და სხვათა შორის ისეთი ფაქტებით წმუნდებოდით ამასთან დაკავშირებით, როგორც იყო ისრაელის ცენტრალური წამყვანილი კლინიკა, რომელიც ემსახურებოდა ფსიქოპათით დაავადებულ ადამიანებს და იქ ერთ-ერთ დასკვნაში ეწერა, რომ ეს იყო შეურაცხადი პიროვნება და მის მკურნალობას ექვემდებარებოდა ისეთი პრეპარატები, რომელიც აკრძალულია დღესაც და მაშინაც აკრძალული იყო. ჩვენი გზები გადაიკვეთა მამაჩემის გამო. მამაჩემი იყო ცნობილი პიროვნება, ფოტოკორესპონდენტი, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, პოეტი და რა ვიცი, რა თვალით შეხედა მიხეილ სააკაშვილს და დაუდგა გვერდში, როცა მაჟორიტარი იყო ვაკის რაიონში. და მეც მეუნეოდა, მაშინ მე ძალომა სტრუქტურაში მუშაობდი და მეუნეოდა, რომ დაუდგეთო ამ ახალგაზრდასო გვერდში, მაგრამ აი ანტიპატიურად ვიყავი ამ პიროვნების მიმართ გაწყობილი და რატომღაც რაღაცა განგება მეუნეოდა, რომ ამ პიროვნებასთან ურთიერთობა დამღუპელი იქნებოდა როგორც ჩვენთვის, ასე ჩვენი ოჯახისთვის. და ისე აგისრულდათ ყველაფერი. 2001 წელს მამაჩემი უკვე მიწა ესა ლოგის მიჯაჭვული მეუნევა, რომ მიშამო დამპირდაო სააკაშვილმაო, რომ შევარნაძეს გამოცემულ ბრძანებულებასო ჩამორთმეულ ქონებებსო დაგვიბრუნებსო. და რატომღაც გონიაო, რომ ტყუილიაო. ანუ მამა იძახოდა რატომღაც გონიაო, ტყუილიაო. იმიტომ რომ არაფერი ძვრები არ არის. და თუ რამე მომივიდაო, ანუ უკვე ხდებოდა, რომ უნდა გარდაცვლილიყო, მიმართეო მიშასო და დაგიდგებაო გვერდში და კი ზუსტად რომ ერთ კვირაში გარდაიცვალა მამა და მე დაურეკე. მაშინ
იუსტიციის მინისტრი გახდა უკვე. ეს ავადსახსენებელი პიროვნება და დივანმა სააკაშვილი თქვენი მამიდა კი არ არისო, ეს ინდივიდუალურად არც ალიაო და დამიკიდეს ტელეფონი. თურმე ბინა ჩადებული ქონია საწოდა მამა ჩემს და ისე მოხდა რომ ეს ბინა დავკარგეთ და სხვათა შორის რაოდენ გასაკვირი და არ უნდა იყოს უშიშროების თანამშრომელმა შეიძინა ჩვენი ბინა უცბად რაღაც კაპიკებში წამართვეს ეს ბინა და მაშინ არ იყო ეს ჰიპოთეკა და ისე გათვითცნობიერებული არ იყო ხალხი და რომ არ შეხებოდა ჩემ პიროვნებას და პიროვნულ პატიოსნებას კაპიკებში მომიწია ბინის გადაგდება. მერე რომ მივხვდი რა ნაძირალაც აღმოჩნდა ჩვენი ეგრეთ წოდებული მიხეილ სააკაშვილი მომიწია შეხვედრა. და თვალებში რომ შევხედე, მეთქი იცი ვინა ვარ მეთქი, მე ვარ გიორგი გოგოხია, რომელიც შენ დაღუპე მეთქი და ეხლა ხო ხარ ღირსი რომ სიცოცხლეს გამოგასალმო. სრული ამ ციტირებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობის. სად მოხდა ეგ შეხვედრა? ეს შეხვედრა მოხდა ლილოსტეკთან და მაშინ გაცემული იყო ბრძანება რომ თუ რამე წინაღობა და წინააღმდეგობას გაწევდნენ ლიკვიდაცია მოგვეხდინა ამ პიროვნების. ეს თქვენი სამსახურებული მოვალეობა გაკისრებდა დამვალდებულებას. მაგრამ არ გავწირე ეს ადამიანი და ვაჩუქე სიცოცხლე. მაგრამ ფიზიკურად კი შევეხე. აი მის შემდეგ ვამაყობ რომ მიხეილ სააკაშვილზე ხელი მაქვს შეხებული და სხვათა შორის ძალიან კარგად. ალბათ ახსოვს დღემდე. და იქედან დაიწყო შურისძიება. თქვენს მიმართ. ჩვენს მიმართ. და თქვენ უკაცრავად ბატონო გიორგი. ანუ თქვენ დაგაკავეს 2012 წელს. 2012-ში. ეს ხდებოდა, არა, უკაცრავად, ეს ხდებოდა თქვენი ფიზიკური შეხლა, შემოხლა და ანუ ფიზიკურად როგორც შეხე ბატონ მიშა სააკაშვილს მაშინდელ იმის შემდეგ 2002-ში იყო უკვე არჩევნები. ისეთ დადგმული სცენარი ვითომ ხალხი ანუ შეხედე სად მივდივარ მე თქვენზე შურისძიება რო დაიწყო ამ ადამიანმა 2003-ში უკვე პრეზიდენტი გახდა საქართველოს 2003-ში გახდა პრეზიდენტი ეს ხდება 2001-ში ეს 2001-ში მაგრამ შეხედე 2003-დან როცა პრეზიდენტი გახდა და მან მოირგო ეგრეთ წოდებული სავარძელი ანუ იქედან 2012 წლამდე თქვენ რა თქმა უნდა იქნებოდით იმის რა ქვია საშიშროების ქვეშ. ანუ ამ პერიოდებში სად იყავით, რა საკეთებდით და სამსახურებელ მოვალეობას თუ ასრულებდით კიდევ ისე. ეგრევე პირველ რიგში გამანთავისუფლეს ერთ-ერთ პირველი სამეული ერთი მე მეორე ხალხურის სამმართველოს უფროსი და მესამე ახლა გვარს არ დავასახელებ შეიძლება არც უნდოდეს. პირველი სამეულში მოხდით განთავისუფლებაში. იმის შემდეგ ვიყავი ჩვეულებრივი მოქალაქე და სანამ არ ჩამოყალიბდა ოპოზიციური პარტიები, მანამდე ვიყავი სუმალვაში. 2006 წლიდან გავწევრიანდი ეროვნულ ფორუმში. 2000 და რატომ მივხვდი რომ ჩემს მიმართ დიდი ინტერესი იყო 2007 წელს დარბევის დროს ნოემბერში 4 ნეკნი ჩამიტეხეს და რომ ამომატრიალეს ბარათაშვილის ხიძე ეს გიორგი გოგოხია სასწრაფოდ გადაიყვანეთ განყოფილებაშიო და იქ ვიღაცამ გაიგო არ ვიცი და მომიტაცეს ბიჭებმა როგორც მე გავიგე იმიტომ რომ გონება დაკარგული ვიყავი და ვიღაცის სახში აღმოჩნდა და მე ვიყავი ჩემნათესათან მალვაში და თურმე სამი რაიონი ვაკის რაიონი ჩუღურეთის რაიონი და დიდუბის რაიონი მეძებდა მე აი იქიდან დავასკვენი რომ ჩემს მიმართ იყო დევნა ეს იყო დაახლოებით ესე იგი 2007 წლის ნოემბერში უკვე ორ კვირაში სამჯერ დამჭირეს პირველად ადმინისტრაციული ჯარიმა მომცეს და ისეთ აი რაღაც სასწაულზე ექიმის გამოწერილ პრეპარატზე ვითომ ნარკოტიკს შემცველობა ჰქონდა ამ პრეპარატს მე ერთ კვირაში ვაკის რაიონმა დამიჭირა ზუსტად იგივე იმითი ისევ ადმინისტრაციული და მესამე იმან რა ქვია დიდუბე ჩუღურეთის სამმართველო და მომისაჯეს 3 წლით ციხე მაგრამ გიორგი ჩემია იყო
ნაციონალური მოძრაობის ეგრეთ წოდებული ზონდერ მოსამართლე და რატომღაც შევეცოდე იმ პიროვნებას და მითხრა რაზე ღვყავ თუ ამ ადამიანსო და გირაოთში გადამიტანა. შემდგომ როგორც კი გავიგე ეს გირაო თურმე ჯარიმაში გადაუტანიათ და 3000 ლარი შეიტყაპუნა ნაციონალურმა მოძრაობამ. თურმე ეს ეცდებოდა ყოველთვის ესე ამ რა ქვია აი ისე ნერვიულობ ეხლა ამებს რო ვიხსენებ რომ თან ამდენი ჯრევა და ცემისაგან ცოტა ის ამაქვს. არა უშავს ბატონო გიორგი ნენელა გავყვეთ და ხო და ესე იგი 2007-ში სამჯერ დამიჭირეს და მე პირობითი სასჯელი მომწეს წარმოიდგინეთ რა. 3 წლიანი პირობითი სასჯელი, მაგრამ 1 წელიწადში ამინისტია შემეხო და გამთავისუფლდი. ანუ უნდათ რომ ციხეში მომხდარიყავე და იქ დაემთავრებინათ ჩემი სიცოცხლე. მე უკვე ეროვნული ფორუმი მიცავდა და ყველგან სადაც ხდებოდი ნაციონალურ მოძრაობას, ძირითადად ელიტას, სულ ცემად ყეპაში ფიზიკურ ანგარიშწორებაში ვყავდნენ. ნუ ამან რა თქმა უნდა ცუდად იმოქმედა კიდო რა თქმა უნდა მით უმეტეს ცეცხლზე ნავთი დავასხა. და 2012 წლამდე ვიყავი შვებაში რა. 2011 წელს მქონდა კიდე საშუალება ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ისევ ჩემმა თანამშრომელმა გადამარჩინა, იმიტომ რომ სახე თავი გადახსნილი მქონდა და იქ ვერავინ ვერ მიცნო. მაგრამ ტელევიზიასთან მიცნეს გიორგი გოგოხიაო და სამართლოში ავტობუსში ისეთ ხალხს ამოხვდი, რომელიც უნდა აუცილებლად შესულიყვნენ ციხეში, მაგრამ კიდევ არ დავასახელებ გვარდასახელს, იმან გადამარჩინა და გამომაგდო იქიდან. 2012 წელს აი მანდ გვინდა ახლა რომ მივიდეთ, აი 2012 წელს როგორ დაგიჭირეს? 2012 წელს უკვე გაიგეს რომ შვილი მყავდა კომაროვის სკოლაში და უკვე დაემუქრენ ჩემს შვილს. და იქიდან გამომდინარე დავყარე ფარმალი და შევთანხმდით რომ დამიჭერდნენ. მაგრამ ის სცენარი რაც დამიწერეს პოვზინაცარში ჩაუვარდა და სულ სხვა სცენარით აღმოჩნდით ციხეში. მომახვედრეს ეგრეთ წოდებული სისხლიან პარასკევის დროს, კარანტინის დაშლის დროს და გრძანის ციხეში. დანის მერვე დაწესებულებაში. და იქ დაიწყო რაც დაიწყო. აი იქ დაიწყო რაც დაიწყო. დღეში სამჯერ მცემდნენ, საყბილებს მაძრობდნენ. ბურღით გამიხვიტეს საღი კვილი ყბა და დღემდე გუნალობ მეოთხე სტადიას. 2016 წელს დიაგნოზი დამისვეს, რომ ფიზიკური ზეწოლის შედეგად მიღებული ტრამამ გამოიწვია ის რაც გამოიწვია კარცინომა ყელუჯრედოვანი მეოთხე სტადია. ბატონო გიორგი, აი როცა შეგიყვანეს გრძანის მერვე დაწესებულებაში, აი რამდენი ხანი იყავით ჯერ იმ გრძანის დაწესებულებაში? 7 თვე და 10 დღე ვიყავი. ანუ ეგ 7 თვე ისეთ წამებაში იყავით, ალბათ 70 წელს უდრიდა, ხო, სავარაუდოდ. და რა ხდებოდა? 3 თვე სანამ მატროსოვის ზონაზე გადამიყვანდნენ, იმიტომ რომ უკვე ისეთი წიოკობა მოხდა, ეს კადრები აფიშირდა და ხალხი გაგიჟდა და ეგრევე გადამაცუნცულეს მატროსოვის ციხეში. აი 3 თვე იყო ჩემთვის ჯოჯოხეთი. გამათრებდნენ, ჩამომაცმებდნენ ტომარას და სანამ სისხლით არ გაიჟღინთებოდა, მანამდე ცემდნენ. და რას გთხოვდნენ ამ ცემაში? რა იყო მოთხოვნა? მოთხოვნა იყო, რომ ვითომ შეგზავნილი ვიყავი ქართულ ოცნებაში და უნდა მომეხდინა ქართული ოცნების დისკრედიტაცია, ვითომ ჩემნაირი პიროვნებები, ნარკომანები ყავდა ქართულ ოცნებას გარშემო ყოველი წევრი იყო ნარკოდამოკიდებული. არა და ამ დროს ნაციონალურ მოძრაობაში ბელადი უკვე
ყველას ვიცნობილი იყო, რომ სერიოზული ნარკომანი იყო და დამოკიდებული იყო. და ბატონო გიორგი, აი ჩაგიყვანდნენ, გცემდნენ და ანუ თქვენ არ აღიარებდით რა თქმა უნდა დანაშაულს და აქ შემოთავაზებები იყო, ბინას დაგიბრუნებთ, ამერიკაში გაგიშვეთ, თუ აღიარებთო? რა თქმა უნდა. და რო გეღიარებია რა იქნებოდა, რას დაგიბრუნებდნენ პირიქით, დამნაშავედ გამოგიყვანდნენ. დამნაშავედ გამომიყვანდნენ და ლიკვიდაციას მოახდენენ იქნებ. ლიკვიდაცია ორჯერ იყო ჩემი მცდელობა იყო? კი, რა თქმა უნდა, მორგში ორჯერ ჩამიყვანეს სხვათა შორის. აი ფორმალინის უნდა გამაღვიძა სხვათა შორის აი კომისიაში დასკვნაშიც არის. და მაგრამ ვიცით რა არის ყველაზე საოცარი? აი მიცვალებულს ხელბორკილის მიბმა რა თქმა უნდა, ესეც სადიზმი, გარკვეულწილად სადიზმი, რომ აი შიში მქონოდა თუ გადავრჩებოდი, არ ვიცი, აი რას მივაწერო ეს ხელბორკილით მიბმა, არ ვიცი დღემდე რა. მაშინ ეგონათ რომ მკვდარი ვიყავი და ციხის უფროსი მოვიდა და კიდე ცოცხალი ხარ, ვერ მოკალითო შენ. ვინ იყო მაშინ ციხის უფროსი? ხუჭვა, დავით ხუჭვა იყო მაშინ. ხო, დავით ხუჭვა იყო. და ეს დავით ხუჭვა ჯერჯერობით არა მე მგონი ხო პასუხისგებაში მიცემულ თუ მიცემ? კი, მაგრამ გარეთ არისო იძახიან. მიცე 6 წელი მიუსაჯეს. რამდენი ხალხის წამებაში 6 წელი. კი ბატონო, და ეხლა გარეთ არისო და იძახიან. როგორც ანუ შეხედე თქვენ ჩაგიყვანდნენ, მიგამბავდნენ რა თქმა უნდა მიცვალებულს მორგში ხო? მიცვალებულებთან ერთად და იყო ბევრი მიცვალებული მორგში? ძალიან ბევრი. აი ეგრე ხა მიცვალებულები ნათელში იყოს მათი შვილები, შტაბელებით ეწყო მიცვალებულები. პირველად რო ჩავედი, ჩამიყვანეს მიცვალებულზე ვიყავი დასვენებული, როგორც მიცვალებული და მეორედ უკვე იმაზე ვიყავი, რა ქვია, აი მორგის მაგიდაზე. და საგორიალებელ მაგიდაზე მქონდა მიბმული ეს მარჯვენა ხელი. და რა იგრძენით მაშინ, რას ფიქრობდით? ფიქრობდით გადარჩენაზე? არა. ანუ იყავით უფალზე დამოკიდებული. კი ბატონო. კი ბატონო. და გადაგარჩენათ უფალმა. კი ბატონო და იმ წამს რომ არსებობს უფალი და მისი ძალა და მადლი გადმოგვეუდეს საქართველოს სრულიად და მოყვას ჩვენი ერისა. თქვენ გდანის მერვე დაწესებულებაში რომ ბრძანდებოდით, კი არ ბრძანდებოდით, იყავით იქ. ნეტა ბრძანდებოდეთ მართლა რა. ანუ კამერაში რო იყავით, მეზობელ კამერებში არ გამოდიოდა ხმაური? არა, სულ წივილი, აი ეცა ეგრეთ წოდებულ შუმოკი იყო, სულ აი ყვიროდა, ყველა მითანაგზნობდნენ, იმიტომ რომ ჩემი ღმული ესმოდა მთელ პირველ დეკორპუსს, პირველ კორპუსს, წინა კორპუსს, იქ რეზბალნიცად ეგრეთ წოდებულს და მთელი ამბავი იყო ხოლმე რა. 2-3 თვე როგორც მე მეუნეოდნენ, შენი გაყვანა და შუმოკის აწევა ერთი იყო რა. ანუ თქვენ უფრო წამებულ, ანუ იმ წამებულ მანქანაში იყავით, რომელშიც უნდა ეწამებინეთ, მაგრამ თქვენი ლიკვიდაცია რო დომოდათ, იქვე გააკეთებდნენ ლიკვიდაციას. მაგრამ იცით რა, აი მე მგონი რომ უფრო უფალმა გადამარჩინა, იმიტომ რომ ლიკვიდაცია მე ორჯერა ვარ გათიშული და აი როგორც ექიმა დაადგინა, გარდაცვლილია ალბათ რაღაცა მისია მაკისრია, თორე მე დღეს ცოცხალი არ უნდა ვიყო. მით უმეტეს ისეთი სიმსივნე, ვერაგის სიმსივნე მაქვს, რომ 2-3 თვე თუ ცოცხლობს ადამიანი რა. ბატონო გიორგი, შეხედე რისი თქმა მინდა ჩვენ ყველაფერს ვაბრალებთ ხოლმე, ვინც რეჟიმი შექმნა, რა თქმა უნდა, რეჟიმი შექმნა მიშა სააკაშვილმა, მაგრამ იმ პროკურორებს, იმ მოსამართლეებს, იმ გამომძიებლებს, რომელმაც თქვენ მოგისაჯათ, რამდენი წელი მოგისაჯათ? პირველად 40 წელს ედავებოდა ნათიას ონღულაშვილი იყო ჩემი პროკურორი. და მე როგორღაც ეთყობა ვიღაცამ რაღაცა განკარგულება გასცა და დამიყვანეს მეორე სასამართლოზე, ჯერ 3 სასამართლო არ იცოდნენ, საერთოდ სად ვეყავი. ისე დარღვევით იყო ჩემი დაჭა 96-სადი სოდის შენობაში ვიყავი, ცემატყეპაში, მე 96 საათზე გადამიყვანეს ციხეზე. და აი 3 სასამართლო კაციშვილმა არ იცოდა სად ვეყავი.
ანუ თქვენ არ დასწრები ხართ თქვენ სასამართლოს. კი, დავესწარი, მაგრამ არავინ არ ყავდა გვერდში მდგომი. ჩემმა არც შინაურებმა არავინ არ იცოდა, არც თანაპარტიელებმა როგორ ჩატარდა ჩემი ანუ თქვენი ფიზიკური დაზიანებები მაშინ რომელიც ციხის ადმინისტრაცია მოგაყენათ, მოსამართლე ამას არ ამჩნევდა თუ ვერ ამჩნევდა? არ ვერ ამჩნევდა, შეგნებულად არ ამჩნევდა. არ ამჩნევდა, მოდი ესე ვთქვათ. ანუ ეს პროკურორები, გამომძიებლები და ეს მოსამართლეები დღეს უნდა იყოს წესით პასუხისმგებლობაში მიცემული, რომელიც ერთი პერიოდი დააწინაურეს და მერე გაქრა რატომღაც არ ვიცი, მე აღარა ჩანს. ერთი პერიოდი აჭარის თავარ პროკურორად იყო და ეს სონღულაშვილი, ხო? კი ბატონო. და ის ანუ თქვენ როდის შეგეშვენ იმ ცემატყებას შეეშვნენ აი სექტემბრის ის აჯანყება რომ მოხდა უკვე ხალხმა რომ გაიგო რა ხდებოდა ციხეში აი მაშინ იყო უცბად აი რო იტყვენ უცბად შემეშვნენ მაგი კი არა ყველა გაიქცა თანამშრომლები არავინ არ იყო პატრული შემოვიდა ციხეზე და აი ყველას გვიკვირდა რო სიმშვიდე იყო სიმშვიდე იყო აი რაღაც სამარისებული სიმშვიდე ჩამოვარდა და მე გავიგეთ რომ გავცელებული იყო კადრები და რაღაცა ეს თქვენ იქ საინფორმაციო წყარო არ ქონდა საიდან არა ხო იყავით რაღაც ისეთი მაშინ კი ბატონო და აი ხო შეეძლოთ რომ საჭმელში ჩაეყარათ თქვენთვის საწამლავი ან იცით რა მე მგონი უფრო ჩადებული ქონდათ რომ აი წამებაში ამოხდებოდა სული და ამ ინფორმაციებს ბელაც გადაუგზავნიდნენ ალბათ. მე ესე ვარ დარწმუნებული, რომ ყოველი ჩემი ცემატყება იყო გადაღებული? გადაღებული და მიდიოდა მიშასთან. აუცილებლად. კადრები აუცილებლად. მე როგორც თამაშობს, რომ არ იცოდა ვითომ და იქ რაღაც სცენარებს გავს და ვითომ აი ეს სასაძაგლეები როგორ ხდებოდა და იქ თავის შანტრაბას რო ვითომ დადგმულ სცენარებს ვითომ ლანძღავს და კილას ეს მეწმუნეთ რომ ყველაფერი სცენარია. ბატონო გიორგი, მე მინდა მივმართოს საზოგადოებას და ყოველთვის ჩემ გადაცემაში ამას საუბრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა არასდროს ამ ქვეყანაში არ უნდა დაბრუნდეს, ისევ ხელისუფლებაში. მე თუმეტეს ლიდერები ხო გამორიცხულია. ეს სისხლის მსმელი დაწყებული სააკაშვილიან, ბოკერიან, ბარამიძიან იქ კიდე რამდენი სია ჩამოყვა რა უნდა მაგის ამოგდებას და გადმოტანას ეს სისხლის მსხველი ეს სოროსელები ნამდვილად არ უნდა დაბრუნდნენ თორე საქართველოს ანუ თქვენ რას ფიქრობთ ქართველი ერის განადგურება უნდათ? რა თქმა უნდა ეს არის ჩადებული მასონური კლანჭებიდან და მოდის დღემდე თქვენ როგორ ფიქრობთ დღევანდელ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა თქვენ საქმეს ბლოკავს კიდევ? ბევრი დამიდგა გვერდში, ბევრი, აი მე მაგალითად რო გამოვედი, არის იქ მაშინ პრეზიდენტი იყო მარგველაშვილი, ამას პირად კონტროლზე ავიყვანო და ყბილაშვილი იყო არჩილი გენერალური პროკურორი და მთელი ოვაციები და იმითი შეხვდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე ჯვარი წერია დღემდე გამოუძიებელია და მე მგონია რომ ვიღაცა შეშინებულია და ბლოკავს რა. თორე მე მაგალითად სხვაგან ახლა სხვა ქვეყანაში ჩემისთან ადამიანებს სანთლით ეძებენ რომ რამე კომპრომატი გაუჩინონ ამ სისხლის ხალხთან. კაციშვილი აი ესე რიგით თუ გადმომხედავენ და აი მომიკითხავენ და ისე რომ აი პიროვნულად დამეფიცება რამოდენიმე ადამიანი აი გულში რო ჩამიკრა შეიძლება არც არის ახლა გვარების დასახელება დანარჩენი არავინ რა. თქვენ ისაც შევეწირე ის საერთოდ არ კითხულობს ვიქტორ დოლიძე. ანუ ვიქტორ დოლიძეს შეწირვა რას ნიშნავს? იმ პერიოდში ვიყავი მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი, ერთი პრეს ჩაატარა პრეს კონფერენცია და მე სცენარი რო დაინახა საერთოდ გაეთიშა. ჩემზე ლაპარაკს და საერთოდ დამეკარგა. თქვენ პოლიტპატიმრის სტატუსი მოგანიჭეს, ხო? რო გამოხვედით მერე მოგანიჭეს? თავიდან არა. თავიდან ბოდიში მომეხადა ნანა კაკაბაძემ დამატებით სიაშიო და მერე ქალბატონ ცხონებულ ნორა კვიციანთან ერთად ჩავწერეს დამატებით სიაში.
თქვენ წულუკიანის საგამოძიებლო მაშიც იყავით მისული ხო? და იქ რა იყო ისეთი რა აი თქვენ მოყევით იგივე რაც ჩვენთან მოყევით ხო ახლა და მაყურებელი უსმენს რა კიდე აქ ბევრი ვერ მოვყევი, იმიტომ რომ ცოტა ვერა ვარ ახლა ისე ამიტანა ძალიან ძნელი გასახსენებელია რა ვისაც არ გამოუვლია ის რაც მე გამოვიარე აი ძალიან ძნელი გადმოსაცემია ის კადრებით უწყობრივად ცოტა მიძნელდება მომიტევეთ რა ხო მე გატყობთ ახლა რომ თქვენ დაითრგუნეთ და მე ვცდილობ რომ თქვენთან კარგი ის გამოვიდეს ანუ კარგი არა რაც იყო ის ვისაუბროთ და რასაც აკეთებდა 9 წლიანი რეჟიმი რომ ხვალინდელ დღეს ხალხმა იცოდეს რომ არ უნდა მიცეს ამათ საარჩევნოდ ხმა და საერთოდ უნდა დაიწყოთ ნორმალური მოაზროვნე დარწმუნებული ვარ ნაციონალურ მოძრაობას არ მიცემს ხმას იმიტომ რომ ის თესლი რაც ამათმა ჩადეს ის თუ გაღვივდა საქართველოს გადაგვარდება უკვე ვერ ხედავთ რამდენ სისაძაგლებს თესავენ და ეს მაშინ დაიწყო აი პატრიოტთა ბანაკები რომ ჩამოყალიბდა იქ რომ მოუწოდებს ეს უკრაინეთი ამას სახელი და გვარი არც აქვს ბუჩქებში შედითო და გამრავდითო აი მან მაკედან დაიწყო უკვე ჩვენი ქვეყნის გაუბედურება დიახ ზუსტად აი მანდიდან და 2012 წელს მოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ბატონი ბიძინა რო არ მოსულიყო ოცნება და გადაარჩინა რა თქმა უნდა ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩინა მაშინ თორა 40 წელი 50 წელი შეკრებითები ქონდა ხალხს მისჯილდა იჯდა იმ ციხეში სადაც აწამებდნენ კი ბატონო და მერწმუნეთ ვისაც აი შეკრებითობით იჯდნენ არც ერთი ცოცხალი არ გამოვიდოდა ციხიდან ესენი ყველა განწერული იყო და სიების მიხედვით იყვნენ განწერულები ვინ როდის უნდა მომკვდარიყო და რამდენი დაემატებოდა კიდო პატიმარი პატიმას ვინ იცოდა მერთმა უწყის მერთმა შეიძლება ახლა ყოფილიყო 100,000 პატიმარი ციხეში და მეტი თუ არა და ააშენებდნენ კიდე ციხეს აბა 300,000 ეს მჟავდებული და 25,000 რო ციხეში იქნება წარმოიდგინე და 300,000 პროპორციონერი როგორ ფიქრობთ იქ არ იყო ესენი სულ ყველა იმ მიზაში ამოღებული როგორ არა სულ ყველა 9 მილიონი ადამიანი ყავდა რეპრესიების ქვეშ რეპრესიების ქვეშ და ყველა სამიზნეში ამოღებული ბატონო გიორგი მე თქვენ ბევრ დროს აღარ წაგართვებთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან გიჭირთ ბევრ რამის მოყოლა და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ის ერთი კითხვა, რომელიც მოსახლეობამ უნდა გაიგოს ზუსტად რა სამქონდა საქმე და სად ქონდა საქმე. ნაციონალური მოძრაობა ხვალ ან მომავალ არჩევნებს რომ მოვიდნენ სათავეში. რა იქნება ქართველი ხალხისთვის ნაციონალური მოძრაობა მაშინ? გაიღუპება ერი. ნაციონალურ მოძრაობას ჩადებული ქონდა ქართველი ერის დაკნინება და საერთოდ გადაშენება. გენეტიკურად ქართველი ერის გადაშენება. და ძირითადად მოიყვანა ისეთი ხალხი და ისეთ ხალხს გადააკეთებინა გვარები, რომელიც საერთოდ გაგებაში არ არის რა არის ქართველი ერი, რა არის ისტორია ქართველი ერის და რა არის მომავალი ქართველი ერის. და ეგ ყველამ კარგად იცის, ვინ ყავდა გარშემო და რა გადაკეთებული გვარებით იყვნენ მწარვალები და რა დღეში აგდებდნენ ქართველ ერს. ამიტომ არ უნდა მოვიდეს არც ერთ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა. იმიტომ რომ ჩვენ მაინცა ვართ შემორჩენილი და განწერულები ვართ. თუ შევატყობთ რომ ნაციონალური მოძრაობა სადღაც 80% მაინც აიმაღლებს აი იმ რეიტინგს, მაშინ ჩვენ ყველა გამოვალ და ჩავქოლავთ რა. მეწმუნეთ ეს შეიძლება ისეთი დიდი განაცხადი იყოს, მაგრამ ქართველი ერი ამას არ დაუშვებს, რომ ნაციონალური მოძრაობა კიდე დაბრუნდეს. და თქვენო დაგიჭირეს 2012 წელს დაგაკავეს უფრო სწორად, ვინ იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი? მაშინ შინაგან მერაბიშვილი, ვანო მერაბიშვილი. ვანო მერაბიშვილი. და ვანო მერაბიშვილმა რეაგირება, ნუ ახლა ვანო მერაბიშვილი მაგათი ხელისლაქია იყო. ხელისლაქია. მიშა იყო მართველი მანდ. საქმეთა მართველი იყო მიშა. ყველაფერს მართავდა მიშა. ერთადერთი
ვინც შეეძლო შეპასუხებოდა იყო ადეიშვილი და ლევან რამიშვილი. დანარჩენი ყველა ხელის ლაკია იყო. შოთაშორს ოქროაშვილიც ეპასუხებოდა. რო ეპასუხებოდა, ხო ხედავ რაც გაუკეთა. და კოლეგიალურობა არ იმოქმედა იმ პოლიციელებზე, რომელიც თქვენ გაწამებდა და ანუ თქვენც ხო მაშინ თანამშრომელი იყავით? იცით რაშია საქმე? ყოფილი თანამშრომელი. მე მგონი მე მაწამებდა ის თანამშრომლები, რომელიც ახალბედები იყვნენ. თორე კოლეგიალობა რო არ ყოფილიყო 2011 წელს მე უკვე დაკავებული ვიქნებოდი და ჩემი ძვლებიც აღარ იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ ეს კადრები არ იყო გამოსული და იქ რო შევსულიყავი ცეხეში უეჭველი მომკლავდა, იმიტომ რომ წლები 7-8 წელიწადი უკვე დამზნებდა მე შავენ. ასე რომ გადავჭი რა, ისევ კოლეგიალობამ გადამარჩინა და მე მისწორდებოდა ახალბედა მიშას ლაქიები რა. ხო ისინი შემოიყვანეს ზაკაზად ახალბედები, რომ ნაწირაკები. ის მე მგონი ასწავლიდნენ კიდევაც სისხლი როგორ უნდა დაელიათ პატიმრებს და ეწამებინათ. იმიტომ თქვენ თქვით რომ გადამამცირებდნენ ტომარასო და სანამ სისხლით არ გაიგუბდებოდა მანამდე იცემდნენ. ეს იყო მაგათი დასჯადი რეჟიმია, იქ იყო ყველაფერი. ბატონო გიორგი, მე ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ჯერ ერთი ჩვენ გადაცემაში მობრძანებისთვის და მაყურებელს ის ვესაუბრეთ, ის ვისაუბრეთ, რაც იყო იმ 9 წლიანი რეჟიმის დროს. და ბევრი ვერ ავთქვი, იმიტომ რომ რაღაც აი მორალურად და რაღაც სულიერად იმის გახსენება ძალიან ძნელია მერწმუნეთ რა. აი მე რო გთხოვთ, აი ერთი რაც ყველაზე ცუდად და გამახსოვდათ რა იყო ის რომ გავიხსენოთ მოკლედ. ყველაზე ცუდი ის იყო რომ მორგში გავახილე თვალები პირველად რა. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა ადამიანის, ეს არის საშინელება რა. ეს იყო ადამიანის შიში გძენით, შიში გძენით. ვერა, იმიტომ რომ მე რო აღვიქვი ყვირილი ტყივილმა უფრო გამაყვირა ვიდრე შიშმა რა. მერე კი მერე თანდათანობით ვიგზენი შიში რა, რომ მიცვალებულებთან ვიყავ. თორე თავიდან უფრო ტყივილმა შინაგანი ორგანოები ან კედლები გქონდა კი დახაზული მქონდა, აპირებდნენ ეთყობა ამოღებას. დახაზული იყო უკვე. კი. თანა საკნელებმა მითხრეს ეს რა ისინი გაქვსო, რა ქვია, ზურგზე ნახაზები. ეს მეუღლესთან შეხვედრას უკვე გრიმებს და ემებს მისვენდნენ. თვითონ ადმინისტრაცია, ხო? კი, ბატონო. და სასამართლოზე რო გაყავდით მოსამართლე არ ხედავდა ამ ყველაფერს? არ ხედავდა, აი მე შეგეკითხებით დაგისმენთ. მე ვიცი რომ ხედავდა, მან ვიცი არა დარწმუნებული ვარ შეხედავდა და რეაგირებას რატო ვერ ახდენდა, იმიტომ ეშინოდათ მიშასი, მიშა იყო ყველაფერი. კიდე მაშინ 2012 წელი იყო და პრეზიდენტი იყო მიშა თუ გახსოვთ. კი. ამიტომ ეშინოდათ. და მაშინ იმ შემდეგ კიდე მერე კოჰაბიტაცია მოხდა, მერე მობიერება, მერე ლიბერალიზმი და გაიმყარეს და ვერ ხედავთ უკვე კურორტიდან მოძღვრავს უკრაინეთსი და იქიდან მართავს. აგერ ბარამიძე იწელავს სახეზე პატიოსნების ნიღაბს და ასე შემდეგ რა. ბოკერია საერთოდ არ აჭას მეუღლეს აქტიურებს და მეტი სხვა კი არაფერი არ არის. დაკნინება ერის და სულში ჩაფურთხება ადამიანის, ეგ არის თლიანობაში. და იყო გდანის ციხეს საწამებელი მანქანა ქართული ხალხისთვის. და ეგ იყო ყველაზე ცუდი. მაგრამ დღეს მიშამ სკბილი რო ატკივდეს მთელი ტელევიზიები, მაგათი ტელევიზიებს ვიტყვი, ყვირიან და ევროკავშირში რეკავენ და სადარ რეკავენ, არ ვიცი, არ ცხვენია დაავადება, აი იყო ფუჭი და ფსევდო დაავადებები და ამხელა ეს იწევდა იქ და რაღაცებს ამხელა პრეზიდენტი კაცი მაიმუნობდა და თუ საზიზღრობა, მაგრამ იქ დასკვნა რაც თქვი მე თავიდან აი ეს ისრაელის კლინიკის დასკვნა ზუსტად გამოავლინა ვივამეთში. აი ეს აწევები და სუნთქვები და ვითომ დემენციები და ვითომ კახექსიები და რაღაცა და ყველამ ხო დაინახა ეს იყო აფიორასო ყველაფერი. სამარცხვინო. კი, მართლა სამარცხვინო იყო და მართლა სამარცხვინო პრეზიდენტი. და ის ადამიანი აი თუ ამას ადამიანად თვლიან, ის უნდა მოbrunდეს კიდევ, აი მაშინ მიმიფორთხლები, აი მას ვინც ხელს მოაწერს ამის მოbrunებაზე. გეთანხმებით ბატონო გიორგი, ეს ამათი მოbrunება იქნება
ჩვენი ქვეყნის დამცირება ხალხზე ჩაფურთხება იქნება სამასი არაგველის იმ დავით აღმაშენებლის იმ თამარ მეფის ჩაფურთხება სულში იქნება და მე დარწმუნებული ვარ რომ ქართველიერი ამას არ დავუშვებს და არ ახსოვს ისტორიას კიდე რომ საქართველოში ყოფილიყო პირველი პირი რომელიც ასე აწამებდა ხალხს ისტორიას არ ახსოვს არ ახსოვს ამდენად ის 37 წელიც რეპრესიული წლები რო იყო ეგეც ისტორიას ჩაარეცხინეს და იქ ცუდი მხარე აჩვენეს თორე აი ესე თანამედროვე ისტორიაში აი ეს რასაც მიშა ჩადიოდა ამდენად არ ახსოვს აი გადახედოს ყველა ისტორიას კიდე კაი არქივები არის შემორჩენილი ესეთი მტარვალი არ ყოლია საქართველოს არასდროს ანუ გამოდის რომ ეს 9 წლიანი რეჟიმი კარგად არა მოიხსენიება მოდი იმ ისტორიაში რომელიც მე 10 წლის მერე 30 წლის მერე ან 100 წლის მერე ხალხი გადაფურცლავს ამას ამბობთ თუ ამათმა გაიდგეს ფესვები მერწმუნეთ რომ არავინ არაფერს არ გადაფურცლავს იმიტომ რომ ამის გამოსვლა და არქივის ამოხევა ერთი იქნება რა ეს ისე გააკეთებს ეს უკრაინეთში რომ წაშლის მთელ არქივს და ყველა იმას რა ქვია ცუდ მხარეს თავისას გაანადგურებს მე მერწმუნეთ რომ ეს ესე იქნება და ჩადებული აქვს ისე იმუქრებიან აი 2008 წელს აჩვენებს მიშა თავის სახეს ის რა ქვია ჟორჟოლიანი რო იძახის აი ნახეთ მიშა თავის ფხას გამოაჩენს და რაღაც იმედი აქვს რაღაცის იმედი აქვს მაგრამ ნუ მაგათ აქვს იმის იმედი რომ როგორ კიდე ანუ სისხლის მანქანად აქციონე ქვეყანა მაგის იმედი აქვს და დარჩებიან ცალკე მაგენი ალბათ ერწმუნეთ რომ ეს არა ეს არ მოხდება იმიტომ ქართველი ხალხი მაგას აღარ დაუშვებს უკვე ჩვენ გავიარეთ ის 9 წლიანი რეჟიმი და ეს ჩვენს უკან კიდე ვერბერთელე არ მიადგას რა ჯერ არ დავხოცილვა ჩვენ ვარსებობთ რა ერთი მართლა ვა დაძახება უნდა და ვა შას დააყოლებს ის არმია და ამათ გადათელავენ რა მეწმუნეთ სხვათა შორის ერთ-ერთმა რომელიც აწამეს გდანის ციხეში მიშამ აწამა და მისმა ჯალათებმა თქვა რომ აი ტროსტით დავდივარ მაგრამ მე გამოვალ და იმ ტროსტით ერთ კაცს დავამყა მაგრამ მე მოვკვდები იქ ხალხს ანუ მეც გამწარებულია საზოგადოება ნაციონალების მეც ანალოგია წინაშე და გასაბრაზებელიც იყო რა თქმა უნდა რასაც ესენი ჩადიოდნენ მსგავსობას და ყველაფერს ჩადიოდნენ ხალხს აუპატიურებდნენ ბატონო გიორგი ხალხს კაცებს აუპატიურებდნენ ქართველ კაცებს ძალით ამას როგორ უნდა მე ზუგდიდში ამოღებული ისინი არ უნდა განადგურებულიყო ხო მართლა არ უნდა განადგურებულიყო მაგრამ არ ამგონია რომ ესე ბოლომდე იყოს განადგურებული თუ დაჭირდა ქართველებს იპოვიან სხვათა შორის არ იყო მიშა სააკაშვილი ვალდებული ქართველი ხალხი ყვარებოდა ისა სააკიანი და რა თქმა უნდა ბიძამისი არის ბიძამისთან ერთად არ აგინებს ქართველებს აბარაშვება ბიძამისთან ერთად არა ეს ვინ ესენი ვინ არიან ქართველებიო და დედას რო აგინებს აი იმის შემდეგ როგორ უნდა ქართველმა როგორ უნდა შეიყვაროს საგინებელიც რო ყოფილიყო არ უნდა შეეგინა აბა როგორ უნდა შეეგინებინა ერზე ქართველ ერზე ესე იგი მანქურთი არ არის ქართველი და არა მეც ვიცი მე მიტომ ვთქვი რომ მიშა სააკაშვილი არ იყო ვალდებული ქართველი ხალხი ყვარებოდა რა თქმა უნდა და არც მისი ამფსონები რა თქმა უნდა რომელი იყო ყველა გვარ გადაკეთებულები იყვნენ აბსოლუტურად უყველა და არის მაგის სია სხვათა შორის ეგეც არ დაკარგულა არც ის არქივში ვინ არის გადაკეთებული ერთადერთი ოქრუაშვილი იყო ცოტა ისეთი და მაგასაც რა უკნეს გაანადგურეს კაცი და ნუ ეხლა ოქრუაშვილზე მე ბევრს ვერ ვისაუბრებ იმიტომ დღესაც ციხეში ზის და რაღაც არა არც ოქრუაშვილმა გააკეთა კარგი ქართველიერის არა არც ეს არ გაუკეთებია ვინც მაქსიაში და ნაციონალური მოძრაობის სიტყვა და სახელი ქონდა ყველა იყო დამნაშავე მაშინდელ იმ რეჟიმის გაიხარა გენაცვალე სიმართლისათვის ბატონო გიორგი მე მინდა პირველ რიგში გისურვოთ ჯანმრთელობა თქვენი ძალა შეგრჩეთ და უფრო გაძლიერებული უნდა ვიყოთ აწი ჩვენ რომ ჩვენი მტრების საწინააღმდეგო ბრძოლაში შეგვეძლოს ბრძოლა იმზათა ვარ და გისურვეთ ჯანმრთელობას კიდევ და წარმატებებს გისურვეთ და მე ვფიქრობ და მთელი საზოგადოება რომელიც ჩვენსავით აზროვნებს ჩვენ ეს ტკივილი არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. ეხლა დავიწყარით ტკივილი და ჩვენ ამ დავიწყარით ტკივილით ჩვენ არ ვიცით უფლებას, ნებისმიერ ხელისუფლებას ნაციონალები შემოგვიყვანონ კიდე არ არსებობს პოლიტიკაში და ხელისუფლებაში. ჩვენ ამას არ დაუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენ ტკივილი გვახსოვს ხალხს.
ჩვენ დავემშვიდობებით პატივცემულ ტელემაყურებლებს სამწუხარო თემაზე იყო საუბარი და იმ სამწუხარო თემაზე რა თქმა უნდა კიდე დავამატებ რომ არ უნდა ყოფილიყო იმ 9 წლიანი რეჟიმის გახსენება და არ უნდა ჩაედინათ ესეთი საზიზღვრებები და ესეთი რა ვიცი ყველაფერი რაც კი ჩაიდინეს მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით ჩაიდინეს და ჩვენ ვსაუბრობთ იმას შავი დაღი დარჩა საქართველოს ისტორიაში კი ბატონო და ეს იყო მწამებელი რეჟიმი კარგად ბრძანდებოდეთ პატივცემულო ტელემაყურებლებო გმადლობთ რომ გიყურებდით მომავალ ხუთშაბათამდე